შენ მას სიკეთე მამი და რა ქნა მითხარი ერთი რა გაგიკეთა ყველაფერს რო ენდებოდი მამი და შენის არ მოგერეოდა მამი შენ ისეთი ვაშკაცი გოგო იყავი მამი არ მოგერეოდა იქით ვიყნენ სხვები დაგეგმილი მკვლელობაა მამი დაგეგმილი წინასწარ დაგეგმილი ზუგდიდში მოკლული 42 წლის ნათია აფხაზავას ოჯახს არჯერა ვერსიის რომელიც მკვლელობის მოტივად გამოძიებამ დაასახელა ემიგრანტი ქალის ოჯახი დარწმუნებულია რომ ნათია აფხაზავა ფულის გამო ჯგუფურად მოკლეს რადგან ცლობით ნაგროვებით თანხის მითვისებაში მის ახლო მეგობარს დასდო ბრალი ოჯახი დარწმუნებულია რომ ნათია ხაჩატურიანს და ქალი მარტო არ მოუკლავს და დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინა ის ვერ მოერებოდა ამ ნათიას არა ჯერა რო იყო კიდევ იქ მარტო არ იყო ის კლელი კი როგორ არიცი ისეთი ყელი მოჭრილი და ყველაფერი 41 ჭრილობა და საშინელება 42 წლის ნათია აფხაზავას 41 შემავალი ჭრილობა ორი დანით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა ჩაიდინა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტომასალაზე, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა, ნათლად ჩანს წამების კვალი. ჭრილობები მოკლულ სხეულის ყველა ნაწილზე აქვს. მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელს მეუღლე და დედამთილი ეხმარებოდნენ. გამოძიება კი მათ ხელს არკიდებს, რადგან უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ქმარი ზუგდიდის რაიონის სამმართველოს, დეტექტივ გამომძიებელი ნიკა სოხაძეა. იქ დედამთილიც იყო, იქ ქმარიც იყო. არ ვჯერა რომ ქმარი არ იყო იქ. მერე წავიდა სამსახურში, აფერისტულად, ეშმაკურად. ისინიც იქ იყვნენ. ის ცეცხლშია დასაწვავი ის დედამთილი. ნათია აფხაზავა ემიგრანტი იყო. საქართველოდან წლების წინ გერმანიაში წავიდა, სადაც დაოჯახდა და ორ შვილს ზრდიდა. მისი შემოსავლის დიდ ნაწილს საქართველოში აგზავნიდა. ოჯახის მტკიცებით ნათია მისთვის და მისი დედმამიშვილებისთვის აქ 5 ბინა შეიძინა, რომელსაც არემონტებდა და აწყობდა. ეს პროცესი კი მის ბიძაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ნიკა სოხაძეს ჰქონდა ჩაბარებული. საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტმა აღმოაჩინა, რომ ფული არამიზნობრივად იყო დახარჯული. ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელობაც ამის გამო მოხდა. ანგარიში უნდოდა რაზე დახარჯეს, რამდენი თანხა დაიხარჯა. შეჯამება უნდოდა და მოკლა. იმიტომ რომ გაფლანგული იყო ეს? რა თქმა უნდა, გაფლანგული არ ექნებათ, მაგი, ექნებათ. თვითონ. არ ვიცი ხელოსნები თუნდაც მიეცა. ხელოსნებზე კიდე არა იქ ფული მიცემული, მე მჯერა, იმიტომ რომ დააშინეს მაგი ძმა ყავს იქით რუსეთში. მაფიოზი. ხო და აშინებს ყველას. 2024 წლის შეთანხმების მიხედვით ნიკა სოხაძემ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივმა მის ბიძაშვილს ნათია აფხაზავას ბათუმში კუთვნილი ბინების გარემონტებაში დახმარება შესთავაზა. რადგან აფხაზავა გერმანიაში იყო, მისი ნათესავი პოლიციელი ნიკა სოხაძე დაპირდა, რომ ბათუმში მუშებს სამეგრელოდან წაიყვანდა. წლის ბოლოს კი გარემონტებულ ბინებს დაახვედრებდა. აფხაზავა ფულს ნათესავისათვის გადასაცემად ოჯახის წევრებს ატანდა. თანხა გამომატანა პირველად რომ ჩამოვედი 5000, მეორედ დაჟე 6 და ნიკას გადავეცი ეგ თანხა რა. გამოძიება სოხაძეს. ხო, ანუ ნათიას ქონდა ბინები ბათუმში ნაყიდი რა. 5 ბინა ქონდა ნაყიდი და ხო, ანუ 5 ოჯახისთვის 5 იყვნენ დედმამიშვილები და ანუ 5-ვეს რომ ბინები ქონოდათ ბათუმში. აი ფული არის მაგ თემაში ყველაზე პირველი რა, იმიტომ რომ ფული არის გაფლანგული რა. მაგი ჩანს ყველაფერში. შეგიძლია თქვენც შეხვიდეთ ბათუმში. დასწავლად სახე ჩრებული, კისერი 2 ადგილას გამოჭრილი, სახე ქვედა ყბა მოკერილი, ჩემი უმციკლო უმანკო ულამაზესი გოგო დაჩეხილი. სასტიკად მოკლული ქალის დედა, გარდაცვლილის 2 არასრულწლოვანი შვილის მოსავლელად მკვლელობის შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. დამრიკო აფხაზავა განმარტავს, რომ ჯამში გამომძიებელ სოხაძეს ნათია აფხაზავამ სავარაუდოდ 200.000 евро გადასცა იმისათვის, რომ სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინა. თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც აფხაზავამ გამომძიებელს ხარჯების ამონაწერი მოთხოვა.
აი იმ დილას უნდა გაეგო ჩემ ნათიას ნიკასგან რა ხარჯები იყო გაკეთებული ვისი რა იყო თანხის ამბავი რომ მოხდა და ამის გამოკვლევა რომ დაიწყო ჩემმა გოგომ იმ დღეს რატომ მოხდა ეს მკვლელობა ამას ვფიქრობთ ჩვენ და გვაინტერესებს რატომ მაინც და მაინც ამ დროს და რატომ აქამდე არა ერთად დადიოდნენ ყველგან ერთად იყვნენ რატო არ იფიქრეს აქამდე ეს ამბავი თუ ეს არის საფუძველი ამ მკვლელობის ყველაფერი ნორმალურად არის გაკეთებული მაგრამ შეფასებულია რომ სამაგად მეტი ფული გვაქვს ჩვენ და არის ჩვენი პრობლემა ის არის რომ როგორც ბანკიდან უგზავნით თანხებს ისე ხელზეც ვაძლევდით თანხას პირდაპირ ჯამში სადავო თანხა 200.000 ევრომდე აღწევდა. მოკლული ქალის ოჯახი ამტკიცებს, რომ რემონტისათვის გადმოგზავნილი ფულის გარდა, პოლიციელის და მისი მეუღლის თხოვნით ნათიამ გერმანიაში სესხი 50.000 евро აიღო. რომ ნათესავებს, რომლებიც ბინის რემონტში ეხმარებოდნენ, ვალების გასტუმრებაში დახმარებოდა. 50.000 ევროსო თხოვსო, თანაც ისიც მითხრა ჩემმა შვილმა თავისინით, რომ დედიკო ამათო სესხი ქონიათო გამოტანილი 20% იხდიანო, ცოდვები არიანო და ეს სესხი უნდა დავაფარებინო მე ჩემი თანხიდანო. მაგათმა ყველაფერი იციანო ჩემი ანგარიშები, ჩემი ყველაფერი და სირცხვილი არისო, ამდენი პატივი მცაო, რემონტზეო ასეთი ამბები გამიკეთაო და ეს უნდა მივცეო ეს თანხაო. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ქალი, რომლის წინაშეც პოლიციელის ოჯახს არაერთი ვალდებულება ჰქონდა, ფულის გამო მოიცილეს. დედა იხსენებს, რომ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ნათია ხაჩატურიანმა თავად აღიარა, რომ მეუღლემ და დედამთილმა დანაშაულის მზადების შესახებ იცოდნენ. თავის დედამთილს წამოსახა თავის მეუღლეს, ხო გითხარითო მე მამას მოვკლავ, გავაკეთებ და გავაკეთეო. სოხაძე თუ იყო ინფორმირებული, გამომძიებელი იყო ეს ადამიანი, რატო არ მიიღო შესაბამისი ზომები? არაფერი არ მოუხდენია. თვითონაც თავს იმართლებს ესენი შელაპარაკების ფონზე სახში დავტოვეო. თვითონ მკვლელი იძახის. მე შენ გეუბნებოდი, შენ არ ამზადა. მე გეუბნებოდი რომ ამას ჩავიდე. მე შენ გეუბნებოდი რომ მაგას მოვკლავ და მე ეს გავაკეთე და არც ნანობს. დღემდეც არ ნანობს. რაც ჩაიდინა. თუ მოკლულის ოჯახის წევრების ნათქვამს დავეყრდნობით, დეტექტივმა სოხაძემ თავად ჩაიდინა დანაშაული და ინფორმაცია სავარაუდო მკვლელობის შესახებ დამალა. ისევე როგორც მისმა დედამ და მკვლელის დედამთილმა. ახლა ინფორმაციას ზუგდიდის სამმართველოს დეტექტივთან ვამოწმებთ. ბატონო ნიკა, ვიცი რომ სახლში ხართ, იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება. ნიკა სოხაძე მის სახლზე განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერიდან ახლა ხედავს, რომ ხორავას ქუჩაზე და შემთხვევის ადგილზე შაბათის ეთერი მუშაობს. ის ჩვენ კითხვებს დაემალა. პოლიციელის დედა მადონა ზარანდია კი ამტკიცებს, რომ მან არ იცოდა, რომ მის რძალს და შვილს ნათესავთან ფულის გამო კონფლიქტი ჰქონდათ. ზე უნდა ელაპარაკოთ გადმორიცხვების შესახებ უნდა ესაუბროთ. საერთოდ არა, გადმორიცხვებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. აბა რაზე დაიბარა მარტო ოჯახის წევრების გარეშე სალაპარაკოთ შეხოვის ქუჩაზე. ვინ დაიბარა? არავის არ დაუბარა. არა, ჩემი ძალს არ. ვალდებულმა ნათიამ დაიბარა გარდაცვლილი. არ ვიცი მე, 50.000 евро საწავიდა. რაც კრედიტის გამოუტანა ნათი აფხაზავამ. არავის არ გამ, ესეც აბსურდია. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია რატომ დაფარეთ ქალბატონო მადონა, როდესაც თქვენ ინფორმირებული იყავით? საერთოდ არაფერი არ დამიფარა. და არც ვიცოდი ამის შესახებ არაფერს. სოხაძემ რატო დამალა დანაშაული გამომძიებელმა, რატო დაიწყო თქმის დეტალების დამალვა? ოჯახს წამებით მკვლელობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათში შეატყობინეს, როდესაც ცხედარი უკვე ქუთაისის პროზექტურაში იყო გადასვენებული. თან გაიტყვეს ბავშვი, ნათესავი გამოგზავნეს, ისიც შეთხზეს, რომ თითქოს ავარიაში მოყვნენ, თუნდაც ამის აზრი ჰქონდათ, რომ ეს შეეთხზათ აი ამ სიტუაციის შედეგად, როგორ შეიძლება სუიციდი და რამე ისეთი ფსიქოლოგ გადახრებით აფიქსირდეს, როცა გათვლილია ყველა ნაბიჯი. მანამ მერე თავი რო არ დაეღწია მათგან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოესპოთ მისთვის სიცოცხლე. ეს იყო მათი გეგმა და ეს განახორციელეს. თან ისის თანამშრომელი თუ არ ერთმანეთში ვინ იცის, რას თათბირობდნენ. სად იყო პოლიციის დეტექტივი, როდესაც მისი ცოლი მის ნათესავს კლავდა. საქმის მასალების მიხედვით ნიკა სოხაძე მკვლელობის მომენტში პატრულირებდა და ცოლისგან შეიტყო მკვლელობის შესახებ. თუმცა ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა და რამდენიმე წუთში დეტექტივმა სოხაძემ მის საკუთარ სახლში ნახა ნათია აფხაზავას ცხედარი.
თუმცა არც მაშინ მოუხდენია რეაგირება და არც ზედამხედველისთვის დაურეკავს. მოკლული აფხაზავას ოჯახის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში დეტექტივის სოხაძის მხრიდან ჩადენილი არაერთი დანაშაული იკვეთება. მე პირადად ნიკა სოხაძის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნით არაერთხელ მივმართე პროკურატურას, საოლქო პროკურატურას. არ ვიტყვი რა საფუძვლით, ისევ და ისევ მირჩევნია რომ არ ვთქვა, რახან შეზღუდული ვარ, თუმცა ამას რეაგირება არ მოხვა. ბოლოს გენერალურ ინსპექციას მივმართე თბილისში, რომ თანამდებობიდან გაითავისუფლებინათ, ყოველ შემთხვევაში და მე უკვე დაწყებული იყო მის მიმართ დევნა სისხლის სამართლებრივი. მე მქონდა ამის საფუძველი მასალებიდან გამომდინარე. რატომ არ დარეკა პოლიციაში დეტექტივმა სოხაძემ, როდესაც პატრულირების დროს მის საკუთარ სახლში დასახიჩრებული ცხედარი ნახა? დეტექტივის დედა ამბობს, რომ ცუდად ხდება, როდესაც მსგავსი შინაარსის კითხვებს ისმენს. სოხაძემ ნახა გარდაცვლილი პირი, შეტყობინებას რატომ არ აკეთებს 112-ში სოხაძე? სოხაძე პირდაპირ მიდის სამმართველოში და იქ აკეთებს განცხადებას ჩემის აზრით. რატომ არ ეკავს ამდენ წუთს? რატომ არ ეკავს შესაბამის ორგანოებში? მტკიცებულებების გაყალბება, საქმის ჩაფარცხვა და ვილაპარაკებ პირი მიშრება ისიც ზედმეტია. ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივის ცოლის მიერ ჩადენილ მკვლელობას სამხარეო პოლიციის გამომძიებელი დათა ღვინჯილია იძიებს. მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, ღვინჯილია სოხაძის თანამშრომელი, წლების განმავლობაში იყო. ბატონო დათა, ნიკოს სოხაძემ საქმის მასალების და მტკიცებულებების გაყალბება შემთხვევიდან ეგრევე დაიწყო? ბატონი სოხაძე მუშაობდა ზუგდიდის სამმართველოში, ხო იცით ბატონო დათა? ოჯახი და ადვოკატი დარწმუნებულები არიან, რომ საქმის მოტივად ეჭვიანობა და არაფინანსური დავა იმის გამო დასახელდა, რომ პოლიციის თანამშრომლისათვის, რომელიც მკვლელობამდე სისტემაში მუშაობდა, პასუხისმგებლობა აერიდებინათ. გამოძიების ვერსიითაც ეჭვიანობა არის მოტივი, თუმცა ჩვენ განსხვავებული აზრი გავაჩნია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეალურ მოტივს, ეს გონია რომ ამით ხდება ამ ყველაფრის დამალვა, რეალურად არის ეს დანაშაული ჩადენილი ანგარების მოტივით. პირადი პატაკის საფუძველზე დატოვა თანამდებობა. აჰა. ბოლოს სად იყო გადაყვანილი სამმართველოდან? ზედაეწერის განყოფილებაში. პოლიციელმა ნიკა სოხაძემ პოსტი 3 კვირის წინ დატოვა. მოკლულის ოჯახი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ის გამოძიებას ხელს უშლიდა და საკუთარ გავლენებს იყენებდა. მაშინ როდესაც მისმა მეუღლემ მოკლა ქალბატონი აფხაზავა, ცადა თუ არა საქმის ჩაფარცხვა ბატონმა სოხაძემ? ეს ჩემს იმაში კომპეტენციაში არ შედის ამ იმაზე კითხვებზე პასუხი. ცად მორიგეობდა სოხაძე მაშინ, რატომ არ დაარეკა შესაბამის ორგანოებში მაშინ როდესაც ნახა გარდაცვლილი სხეული? ის პატრულირებდა სწორედ ჩეხოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოხდა საზარალი მკვლელობა. ეგ არ ვიცი. ახლა შეხვედრა ზუგდიდის კრიმპოლის უფროსთან ირაკლი ფაცაციასთან ვითხოვთ. ვისი ზედამხედველობის ქვეშაც ნიკა სოხაძე ზუგდიდის მთავარ სამმართველოში წლების განმავლობაში მუშაობდა. ჩაფარცხა თუ არა საქმე ნიკა სოხაძემ ამ დრომდე არ დგას მისი პასუხისმგებლობის საკითხი. დანაშაულის შესახებ მალავდა ის ინფორმაციას. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი მეუღლე ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ერთი წამი გძანდები თქვენ. თამთა დოლენჯაშვილი ვარ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, უნდა მიმართოთ შესაბამის პრესამსახურს და პასუხს გააქცევენ. ეხლა დანარჩენ დეტალებს მე თქვენ არც გეტყვით და ეს მოგიყვება და არც ამაუგვლება რა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადასულა. ბრალდებული მხოლოდ სოხაძის ცოლი 34 წლის ნათია ხაჩატურიანია, რომლის უვადო პატიმრობას მოკლულის ოჯახი ითხოვს. განზრახ მკვლელობის საქმეზე ჯერ კიდევ დაუდგენელია არაერთი გარემოება. ყავდა თუ არა მკვლელს თანამზრახველები და იყო თუ არა ეს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივი ნიკა სოხაძე.